ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა განხილვის თემა საქართველოშიც, თუმცა კონტექსტი კიდევ უფრო ფართო და გლობალურია. მთავრობის მეთაურმა თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებსა და გამოხმაურებებში ომისა და მშვიდობის პარტიები ამოიცნო. ირაკლი კობახიძე ტრამპის წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზებაში გლობალურ ომის პარტიას დებს ბრალს და ამ მიმართულებით ევროკავშირის სპიკერებთან ერთად ქართული ოპოზიციის აქტიურობაზეც საუბრობს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დაცვის გზა სწორედ შტატებზე გადის, მის გარეშე კი უკრაინელები და ევროპა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩებიან. ოვალურ კაბინეტში განვითარებულმა პროცესებმა ქართულ ოცნებას ის საფრთხეებიც გაახსენა, რომელიც მათივე თქმით ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკით ქვეყანას თავიდან აარიდა. უმრავლესობის გზავნილებს ისევ კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციაში. თამარ ციკლაურის რეპორტაჟი. კაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ბოლო 2 დღეში გამოკვეთილ გლობალური პოლიტიკის კონტურებს. თუმცა, როდესაც ომისა და მშვიდობის პარტიებს შორის გავლებულ ზღვარზე წერს, პრემიერ-მინისტრი იქვე უთითებს, რომ ეს გამოაჩინა არა იმდენად დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამ, არამედ იმ გამოხმაურებებმა, რომელიც ამ პოლემიკას მოჰყვა. მათ შორის უთითებს გამოხმაურებებზე როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ბრიუსელიდან და ქართული პოლიტიკური სპექტრიდან. გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები, ჯინ შაჰინით დაწყებული ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული სელფებით იწონებდნენ თავს. გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და დიპ სტეითი ომს ასე მარტივად არ შეელებიან. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც 3 წელი მამტკიცებდით. ამერიკის შეერთებული შტატები და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა. ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება. რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს შალვა პაპუაშვილიც, რომელიც წერს, რომ შექმნილ ვითარებაში უკეთესია ომი ამერიკის მონაწილეობით დასრულდეს, ვიდრე მის გარეშე, რადგან ეს დაიცავს უკრაინას, ხოლო თუ ამერიკის შეერთებული შტატები პროცესს გაეთიშება, ევროპა და უკრაინა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩებიან. ამ ფონზე შალვა პაპუაშვილი იმ საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლების სწორმა ნაბიჯებმა არიდა. მთავარ საფრთხედ კი პარლამენტის თავმჯდომარე იმ მცდელობებს ასახელებს, რომელიც მისი თქმით კონკრეტულ ძალებს ჰქონდათ. ეს კი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობდა. ხოლო, როდესაც საქართველოს ომში ჩართვაზეა საუბარი, ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე უფრო ვრცლად, ჯერ კიდევ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში წერდა, სადაც პაპუაშვილმა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ამერიკის ყოფილ ელჩთან შეხვედრა და ის მთავარი მესიჯი გაიხსენა, რომელიც კელი დეგნანისგან მიიღო: სანქციების დაწესება რუსეთისთვის. რის ახსნას და შეგონებას ვცდილობთ 3 წელია რადიკალური ოპოზიციისთვის, მათი გამომყენებელი უცხოელებისათვის და მთელი ოპოზიციური ელექტორატისთვის. 2022 წლის 24 თებერვალს ომი არა მხოლოდ უკრაინაში, მთლიანად რეგიონში დაიწყო როგორც მინიმუმ. ამ ომის კონტექსტი ჩვენზეც ვრცელდება. ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ვუშვებდით ომის დაწყების ალბათობას, ვარაუდობდით მის შესაძლო განვითარებას და მის ზეგავლენას საქართველოზე. ერთადერთ სწორ მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივიდა. საქართველო არ უნდა გახდეს მიმდინარე ცხელი თუ ჰიბრიდული ომის მონაწილე არც ერთ ასპექტში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ნებისმიერ ფასად. საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მცოდნე იცის ეს. ქვეყნის პასუხისმგებლიანმა ლიდერებმა იციან ეს, განათლებულმა ადამიანებმა იციან ეს. ვინც არ იცოდა, კარგა ხანია დაინახა. გაიგო ყველამ, გარდა ვისი, ქართული ოპოზიციური სპექტრისა. ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების შორს მჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება. მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობენ ქართულ ოპოზიციურ სპექტრშიც, თუმცა ოპოზიცია კვლავ კრიტიკულია ქართული ოცნების ხელისუფლების გზავნილების მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდი გლობალურ ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე საუბრობს. რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას, ოპოზიციის ნაწილი მოზომილია, თუმცა ნაწილი იმასაც თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრისას განსხვავებული ტაქტიკის შერჩევაც შეეძლო. მე შემიძლია მხოლოდ ის წარმოვიდგინო, მე რას ვიზამდი ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, თუ მეცოდინებოდა, რომ რაღაცნაირად ეს არის ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ ხოცვა-ჟლეტა ჩემს ქვეყანაში შეწყდეს და ზოგადად სისხლის ზღვა შეწყდეს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ბევრ მადლობას გამოვიყენებდი ზოგადად და გამოვხატავდი მზაობას მშვიდობისკენ. და ამავდროულად დაველოდებოდი
დაველოდებოდი თუ რა სიზამდა მეორე მხარე. მე ვერაფერ ტრაგიკულს ვერ ხედავ იმაში, რომ არსებობს აზრთა სხვაობა რიგ საკითხებზე, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც რა თქმა უნდა მიიღწევა მშვიდობა. ყობახიძის განცხადება მე ვფიქრობ არის ჩვეულებრივი ტრადიციული იაფასიანი პროპაგანდა და სხვა არაფერი, სამწუხაროდ ეს არის კრემლში დაწერილი პროპაგანდა, იმ ტიპის პროპაგანდა, რომელიც ყოველთვის პარანოიული თეორიებით ცდილობს საქართველოს ხალხის დაშინებას და არარსებულ თეზებზე საუბარს, მაგალითად ეგრეთ წოდებულ მეორე ფრონტზე, მაგალითად ეგრეთ წოდებულ გლობალურ ომის პარტიაზე. ბალანსის პოლიტიკა ის დარღვევა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის დამაზიანებელი იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია და ბალანსის პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად არ დაურღვევია და მაშინ, როდესაც ირაკლი ყობახიძე იკავებს ერთ მხარეს და უპირისპირდება მეორე მხარეს იმ საერთო მიზანში, რასაც ჰქვია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ეს რა თქმა უნდა არის საფრთხის შემცველი ჩვენი საერთო ინტერესისთვის, სწორედ ამ ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობასთან მიმართებაში. პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილებს სრულად იზიარებს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან მესამე წელს კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა იმ პოლიტიკის ისტორია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა არჩეული ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკის შეცვლის მცდელობები კონკრეტული ძალების მხრიდან ახლაც გრძელდება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ეს საფრთხეები, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობდა, ამერიკის შეერთებული შტატების ძველი ადმინისტრაციის პირობებში ეს საფრთხეები არ გამქრალა და ეს ლიდერობა ამ მიმართებით ეხლა ევრობიუროკრატიამ აიღო ხელში და სწორედ ამიტომ ჩვენ გვართებს ყველა ძალა ვიხმაროთ იმისათვის, რომ სანამ ეს ვითარება დაალაგდება, სანამ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები არ დაახლოვდება მთელ რიგ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დესტაბილიზაცია არ დაუშვათ ქვეყანაში. AM-ის მოსურნე კი ძალიან ბევრი ხალხია, დიდი ძალაა ამისთვის მობილიზებული და ამ ძალას ჰქვია გლობალური ომის პარტია. რაც შეეხება იმ რეაქციებს, რომელიც კონკრეტულად საქართველოში მოხდა ამ პროცესებს, აქაც გასაკვირველია დასტურდება ის, რომ საქმე გვაქვს ადგილობრივ აგენტურასთან, ამას ჩვენ სხვანაირად შეიძლება უწოდოთ ერთგვარი deep state-ის წვრილფეხობა საქართველოში, რომელიც აბსოლუტურად ანტიეროვნული ქმედებებით, განცხადებებით იყო და არის დაკავებული, როცა საქმე ეხება მათ შორის უკრაინის ომის საკითხს, მათ შორის საკითხს, რომელიც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელმა შეხვედრამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ გააქტიურა საკითხი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის საფრთხეებსა თუ გამოწვევებს ეხება. მმართველი გუნდი თვლის, რომ ხელისუფლების წარმოებული პოლიტიკის ისწორეს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გზავნილები ადასტურებს, თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია, რომელიც ქართულ ოცნებას ერთ-ერთი მთავარი, რასაც უწუნებს სწორედ საგარეო პოლიტიკის კურსია.